მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სხვადასხვა სახის ცვლილებები შედის მართვის მოწმობის გამოცდებთან დაკავშირებით. სწორ გზას ადგას მომსახურების სააგენტო, სწორ გზაზე დგას ხალხი თავისი მოთხოვნებიდან გამომდინარე და ამ დროს მე მინდა მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აი დღეს ისეთი ეტაპია, რომ მომსახურების სააგენტოსაც სჭირდება სწორი რჩევები საზოგადოებისგან, რა თქმა უნდა, და ჩემ აზრს მოგახსენებთ. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, უპირობოდ პირველ რიგში უნდა მოწესრიგდეს საგამოცდო გზები. აუცილებლად უნდა დაიხაზოს და ეს იამკები არ უნდა იყოს, ნამდვილად არ არის სწორი და არ შეიძლება გამოცდაზე კანდიდატი გაუშვა მოუწესრიგებელ გზაზე. და მეორე, რაც მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია, უნდა გასაჯაროვდეს გამოცდის პროცესი. უნდა აიტვირთოს ეს აპლიკაციაზე და იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, საჯარო უნდა იყოს. ან უნდა კონდეს კანდიდატს იმის საშუალება, რომ თუნდაც დისკზე ჩაწერილი ვერსია გამოიტანოს თავისი გამოცდის. ეს ყველასთვის კარგია. ამით გამოირიცხება, ამ საჯაროობით გამოირიცხება თუნდაც ბევრი თუნდაც ის სიტუაცია, რომ აი ხვალ მიდგომა არ შეიცვალოს. დღეს თუ სწორი მიდგომა არის, ხვალ რომ ეს მიდგომა არ მიივიწყოს ვინმემ და არ შეიცვალოს ეს მიდგომები. ამისთვის ანუ საზოგადოებას ეჭიროს კონტროლი ამ თემის რაღაც დონეზე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ გამომცდელებისთვის, რომ უფრო მეტად პასუხისგებლიანები იქნებიან, რომ ეცოდინებათ, რომ ეს გამოცდის პროცესი არის გადაღებული და საჯაროა, ბევრად უფრო პასუხისგებლობით მოეკიდებიან თავიანთ საქმეს. და აღარ იქნება ისეთი ხშირი გადაცდომები თუ პასუხისგებლო საქციელები, როგორც სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე. მე მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა ძალიან ეს საკითხი თუ მოგვარდება ძალიან კარგი იქნება, თუ გამოცდა გადაღებული გამოცდა გასაჯაროვდება, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვოთ საზოგადოებას, ასევე მომსახურების სააგენტოს მინდა ვთხოვო, რომ ისმინოს ჩვენი თხოვნა, თუ მოთხოვნა, რაც გინდათ ის დავარქვათ და საზოგადოებისგან ვითხოვ, თუ თქვენ ეთანხმებით ჩემ მოთხოვნას, აი ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარი დაწერეთ, რომ ლეგიტიმაცია მიიღოს ჩემმა რჩევამ, რაც უფრო მეტი ადამიანი დავწერთ ჩვენ აზრს, თუ ვეთანხმებით ამას, რაც მე ახლა ვთქვი, ძალიან კარგი იქნება და თუ არ ვეთანხმებით, იქნებ ისიც გითხრათ, თუ რატომ არ ვეთანხმებით. ან კომენტარებში გამოვხატოთ, რომ შევძინოთ ლეგიტიმაცია ამ მოთხოვნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა იყოს გასაჯაროებული. კი, დღეს არის